გამარჯობა. დღეს ჩვენ განვიხილავთ როგორ უნდა მოვნიშნოთ კონკრეტული წერტილები, სენსიტიური წერტილები ნატალურ რუკაზე. რომ შემდეგ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი ტრანზიტებში. პირველ რიგში ყველაზე დასაწყისისთვის რაც არის გასაკეთებელი, ეს არის ანტისების მონიშნვა. ანტისებს ჩვენ მოვნიშნავთ ესე ყველა პლანეტისთვის. მე აქ გრადუსებს ვერ ვუთითებ, იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა ეს საშუალებას არ მაძლევს. თქვენ უნდა მიუთითოთ კონკრეტულად რომელი პლანეტის ანტისია და რომელ გრადუსზე დგას ეს ანტისი. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია პროგრამაშიც, თუმცა მე ესე მირჩევნია ხელით გაკეთება, უფრო მომახსოვრდება. დავიწყოთ ვენერა დგას 3 გრადუსზე, შესაბამისად 27 გრადუსზე იქნება მერწყულში. რა თქმა უნდა, ანტისები, გრადუსების და მინუტების სიზუსტით გადადის, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ესე უხეშად გავაკეთოთ, რადგან თუნელი პლანეტა იქ დადგება, იქ ყველა ვარიანტში მოვლენა მოხდება. აი აქ ვნიშნოთ ვენერას ანტისი 27 გრადუსზე, შემდეგ მზე არის 26 გრადუსზე. ცოტა იქით წავედი. აქეთ 26-ზე. ალბათ ღირს ცოტა ახლოს გავუკეთო. შემდეგ არის მერკური, გადმოდის 22 გრადუსზე. სადღაც აქ იქნება. და პლუტონი გადმოვა მე-13 გრადუსზე. მთვარე გადადის მე-12 გრადუსზე, პირდაპირ კუსპიდზე დაჯდება, მეორე სახლის კუსპიდზე მთვარე. აქ მოსანიშნია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომელი პლანეტის ანტისი არის უნდა მოინიშნოს და რომელი გრადუსია უნდა მიეწეროს. უბრალოდ მე აქ პროგრამაში ამ ყველაფერს ვერ ვაკეთებ. უბრალოდ განახებთ, როგორ კეთდება. შემდეგ ლილიტის ანტისი გადადის, ლილიტი 10 გრადუსზე, ანუ დაახლოებით 20 გრადუსზე გადავა. ეს თხის რქაში შესაბამისად სადღაც სატურნის ახლოს იქნება აი აქ ლილიტიც. სატურნის ისიც რა თქმა უნდა გადავა 10 გრადუსზე ლილიტთან ახლოს. ანუ სატურნი და ლილიტი ამ რუკაში უკვე დაკავშირებულია ერთმანეთთან. შემდეგ ნეპტუნი გადადის მე-18 გრადუსზე. სადღაც აქ. სადღაც შორს წავედი. არ არის მოსახერხებელი ფორმატი. და ურანი გადავა 24 გრადუსზე. 24 გრადუსზე, ну სადღაც აქ. ეს უკვე მოვრჩით ამ ყველაფერს, რა ხო არ გადაგვიტანია, რა ხო არის მერწყულის 2 გრადუსი, შესაბამისად მორიელის 28 გრადუსზე გადავა, რა ხო იქნება სადღაც აი აქ. შემდეგ გადავიტანოთ იუპიტერი კუროში, იუპიტერი გადადის ანტისი მე-19 გრადუსზე. ხომ ესეა? მე-19 გრადუსზე ეს იქნება სადღაც აქ. ალბათ. უხეშად რომ ვთქვათ. არა, აქ არ იქნება, იქნება მეორე მხარეს, აი აქეთ იქნება მე-19 გრადუსზე. და შემდეგ 22 გრადუსზე იქნება უკვე კეტუს ანტისი და მარსის ანტისი იქნება მე-16 გრადუსზე კირჩხიბის, ანუ იქ იქნება პირდაპირ ზენიტზე, ოდნავ გვერდით. იქნება მარსი. მე ვნიშნავ უმაღლესი პლანეტებსაც, ანუ ჰამბურგის სკოლის პლანეტებს და ზუსტად ამ გრადუსზე, სადაც დგას მარსის ანტისი, დგას ზევსი, ამიტომ კიდევ ერთ წერტილს დავსვამ ზევით, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ჰამბურგის სკოლის პლანეტები მნიშვნელოვანია. ბევრი არ ითვალისწინებს და არაფერი ისეთი სასწაულებრივი ამაში არ არის, ლოგიკურია. შემდეგ გავაგრძელებთ ვარსკვლავებით. მე აქეთ მხარეს ტყუილად მოვნიშნე, იმიტომ რომ მე-16 გრადუსი უფრო იქეთ იქნება, ანუ მე-10 სახლისკენ, აი აქეთ იქნება მარსი და აქ არის ზევსიც. შემდეგ მოვნიშნოთ ვარსკვლავები. ჩემთან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლილიტთან შეერთებული ანტარესი. ლილიტთან შეერთებული აქ კიდევ ერთ აი ასე მოვნიშნავ. ან შეგვიძლია სხვა ფერად მოვნიშნოთ. მაგალითად მოვნიშნოთ ლურჯ ფერად. აი აქ ანტარესი, რადგან მეორე მხარეს მარსისკენ შეერთება უწევს ალდებარანს. და შესაბამისად მე აი აქ უკვე მექნება ვარსკვლავური ღერძი, დესტრუქციული ღერძი, რომელსაც მოვნიშნავ ახლა კიდევ ერთხელ.
აი ასე ყოველი შემთხვევისთვის, რომ მახსოვდეს, რომ აქ არის დესტრუქციის ღერძი. ხო, გადავიდეთ ისევ ვარსკვლავებზე, აქ ასცენდენტზე მაქვს მე ალგორაბი. შესაბამისად, აი აქ ესე გავაკეთებ. ასცენდენტზე, არ გამოვიდა კარგად. აქ ისევ. და შეგვიძლია ისევ აქ გავაკეთოთ, აი ასე, ალგორაბი. მეორე მხარეს აქ დგას ალდერამინი. თუ აქვს რა მნიშვნელობა და ქვევით არის რუგბატი. ხო, სხვა ვარსკვლავებს ახლა მაინც და მაინც არ აღნიშნავ. რა თქმა უნდა, ყველგან, ბევრი ვარსკვლავია ამ შემთხვევაში ჩემ რუკაში, მაგრამ აღნიშნავ მნიშვნელოვან ვარსკვლავებს. ხო. შემდეგ გვაქვს ქირონი ჩვენ კირჩხიბის 27 გრადუსზე. ეს არის სადღაც 1-3 ფერს შევცვლი. ეს არის სადღაც აი აქ ქირონი. სულ ეს არის. შემდეგ ეტაპზე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, შემდეგ უკვე ვნიშნავთ კონკრეტულ ასპექტებს, კონკრეტულ კონფიგურაციებს. პირველ რიგში ასცენდენტის ესე ვთქვათ ასპექტები და შემდეგ შესაძლებელი იქნება ზენიტის ასპექტები, თუ რა თქმა უნდა ადამიანს სჭირდება და იყენებს. ჩემ შემთხვევაში ზენიტს არ აქვს ბევრი ასპექტი, ასცენდენტს აქვს. იუპიტერთან ვეცდები ეს მწვანე, არ ვიცი რა ფერით გავაკეთო, ყვითელი ფერით გავაკეთებ, რადგან აი ესე ვამატებ ასპექტებს. ასცენდენტიდან ვხედავთ იუპიტერთან არის სექსტილი და ლილითთან არის სექსტილი. ასე შესაბამისად ჩვენ აქ გამოგვდის ბისექსტილი. ბისექსტილიდან ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ იალქანი. კონფიგურაციები გააქტიურდებიან ნებისმიერ დროს. ამ შემთხვევაში ეს ბისექსტილი გააქტიურდება თუ ნებისმიერი პლანეტა დადგება, შესაბამისად ნელ პლანეტას უფრო მეტი შესაძლებლობები მოაქვს. დადგება იუპიტერთან, ასცენდენტზე დადგება თუ ლილითთან დადგება, სამივე შემთხვევაში გააქტიურდება. თუ რამდენიმე პლანეტა დადგება რომელიმე ან სამივე წერტილზე, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. თუ ასცენდენტთან ერთად დესცენდენტზეც დადგება პლანეტა, ავტომატურად აქ გააქტიურდება უკვე ერთი წამი, ესე გავაკეთებ კონფიგურაცია იალქანი. ჩვენ გვდაგჭირდება პლანეტები ასცენდენტზე და დესცენდენტზე, როდესაც რომელიმე ტრანზიტები აი აქ დადგებიან, ტრანზიტული პლანეტები გააქტიურდება კონფიგურაცია იალქანი. იალქანი დადებითი კონფიგურაცია არის. შემდეგი კონფიგურაცია ჩვენ გვექნება შედარებით უფრო ისეთი ნეგატიური, აი კარმული ტაუ კვადრატთან, როდესაც გვაქვს შეხება. კარმული ტაუ კვადრატი ეს არის აი რახუსთან და კეტუსთან და ვენერასთან. ტაუ კვადრატი, რომელიც როდესაც პლანეტა დადგება ვენერას ოპოზიციაში, კუროს მე-3 გრადუსზე, გააქტიურდება დიდი კვადრატი, რომელიც არის ნეგატიური კონფიგურაცია. 3 გრადუსია, ხო ესეა? 3-დან 11-მდე იქ არის 8 გრადუსიანი ასპექტი. აი ესე, ტაუ კვადრატი უფრო დიდი კვადრატი გამოდის უფრო დიდ, ესე ვთქვათ, არა იუპიტერთან, იუპიტერი არაფერ შუაში არ არის ამ შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება აი ასე, კარმულ კვანძებთან. აი ესე. არის მაქსიმალურად ზუსტი დიდი კვადრატი, იმიტომ რომ 2 გრადუსი არის ყველგან. კარმული კვანძებიც 2 გრადუსია, ვენერა დგას 3 გრადუსზე, 1 გრადუსიანი ორბისით, საკმაოდ ისეთი ზუსტი დიდი კვადრატი გვექნება კონფიგურაცია, თუ კუროს 2 გრადუსზე დადგება ნელი პლანეტა, უკვე ეს იქნება უფრო რთული კონფიგურაცია, შეიკრება რთული კონფიგურაცია და იქნება უფრო ნეგატიური მოვლენები მოსალოდნელი ამ შემთხვევაში. ეს გრადუსიც მოსანიშნია, როგორც კუროს 2 გრადუსი. შემდეგი კონფიგურაცია ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის აი აქ რომელიც არის ურემი, იუპიტერი, მარსი, მთვარე, ლილიტი. ამ შემთხვევაში ჩვენ რადგან დესტრუქციული ხაზი გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ და იუპიტერი მარსის გასწვრივ მარს თუ ექნება კიდევ სექსტილი, ეს იქნება უკვე ზუსტად დესცენდენტზე, 14 გრადუსზე დგას მარსი და ვერძის 14 გრადუსზე თუ იქნება რომელიმე პლანეტა, დადგება ტრანზიტული, ამ შემთხვევაში ასცენდენტის, იალქანთან ერთად გააქტიურდება აი ეს უკეთესად რო განახოთ აქაც გავაკეთებ აი ესეთი და აი ესეთი იალქანი იქნება კიდევ
დესცენდენტი იუპიტერი, მარსი, ლილითის იალქანი გააქტიურდება ასევე პარალელურად. ასევე იალქნის შემადგენლობაში შედის დიდი ტრინი, თქვენ ხედავთ, ეს არის დესცენდენტი, ლილითი, იუპიტერი, რომელიც ასევე გააქტიურდება. ანუ ეს მთლიანად ერთ კონფიგურაციაში ითვლება და ბისექსტილიც და ტრინიც ამ შემთხვევაში იალქნის კონფიგურაციაში შედის. შესაბამისად, ამ შემთხვევაში დესცენდენტზე მდგარი პლანეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ერთდროულად რამდენიმე კონფიგურაციას ააქტიურებს, დადებით კონფიგურაციებს, რაც ძალიან კარგია, ანუ დესცენდენტზე ნელი პლანეტა გამოიწვევს ბევრ კარგ მოვლენას, შეგვიძლია ესე ვთქვათ. შემდეგ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ კიდევ. ხო, დესტრუქციული ხაზი ეს უკვე გავააქტიურეთ აქ იალქნის მეშვეობით, შეგვიძლია იგივენაირად გააქტიურდეს ეს მთვარეც, რადგან აქ ოპოზიცია აქვს იუპიტერთან, ტრინი აქვს მარსთან, შესაბამისად იუპიტერის გასწვრივ, აი აქ 11 გრადუსზე, თუ სასწორის 11 გრადუსზე იქნება პლანეტა. ამ შემთხვევაში აქაც იქნება იალქანი. აი ასე. და შესაბამისად აქაც იქნება კარგი მოვლენა გააქტიურებული. აქ კიდევ იქნება სხვა კონკრეტული, ესე ვთქვათ, ჩვენ აქ ხედავთ მინორულ კონფიგურაციასაც, აქ სატურნი, მარსი, მერკური, რომელიც არის ამ კონფიგურაციის უფრო გავრცობაც შეიძლება, თუმცა გავჩერდეთ ამ ეტაპზე. აქ იმიტომ მე მჭირდებოდა მენახებინა კონკრეტულად აი ესეთი როგორ შეიძლება მუშაობა რუკასთან, რომ მოინიშნოს ის გრადუსები, რომლებიც მნიშვნელოვანი არის ტრანზიტებში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ანუ უფრო გავრცობა და ანუ დაუსრულებელია. გავრცობა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, უკიდე განუთ, შესაბამისად მე უბრალოდ მინდოდა მენახებინა, რომ შეგიძლიათ რუკა ამობეჭდოთ, მონიშნოთ აი ეს გრადუსები და აი ამ ანტისის გრადუსებზე, როდესაც პლანეტა დადგება, ამ შემთხვევაში იქნება ფარული შეერთების მსგავსი, სუსტი შეერთების მსგავსი ეფექტი თვითონ იმ პლანეტასთან, რომლის ანტისიც არის. თუ რა თქმა უნდა ეს შეკრავს კონფიგურაციას მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოვლენა და ეს კონკრეტული გრადუსები, ამ შემთხვევაში აქ არის დესცენდენტის გრადუსი, სასწორში გრადუსი, რომელიც ასცენდენტის გრადუსი, ასევე თუ ამ გრადუსებში იქნებიან პლანეტები, მოხდება დადებითი მოვლენა. ასცენდენტზე და დესცენდენტზე განსაკუთრებით კარგი მოვლენები ხდება, რადგან ბევრი დადებითი კონფიგურაცია აქტიურდება. ასევე ჩვენ გვაქვს აქ კუროს 2-3 გრადუსზე თუ დადგება პლანეტა, იქნება ნეგატიური მოვლენა, რადგან იკვრება კონფიგურაცია, ნეგატიური კონფიგურაცია, დიდი კვადრატი. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია პროგრამაშიც, თუმცა შესაძლებელია ესე ხელითაც და შეგიძლიათ თვითონ გააკეთოთ, შეგიძლიათ ასტროლოგ შეუკვეთოთ, ანუ ეს იქნება, ესე ვთქვათ, სამუშაო როგორ ვთქვა, სამუშაო რვეულის მსგავსი რაღაც, სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ტრანზიტები, გადაამოწმოთ რა როგორ მუშაობს, როგორ ეს ყველაფერი როგორ რეალიზდება. ყველა მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტული ანტისები, კონკრეტული კონფიგურაციები კუსპიდებთან, იმ შემთხვევაში თუ კუსპიდების, ანუ თუ დაბადების დრო არის რეალურად ზუსტი. და ამ შემთხვევაში კუსპიდები ძალიან დიდ როლს ითამაშებს და რეალურად იქნება მოვლენები, როდესაც საქმეში ჩართული არის კუსპიდები. თუმცა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის დამოკიდებული ამ შემთხვევაში, კუსპიდების შემთხვევაში დაბადების დროზე. დაბადების დრო უნდა იყოს ზუსტი. ყოველი 4 წუთის ცვლილება იწვევს საშუალოდ, ესე ვთქვათ, 1 გრადუსით კუსპიდის ხაზის გადაადგილებას, თუმცა ეს არის საშუალო მაჩვენებელი, ზოგან უფრო სწრაფად ხდება, ზოგან უფრო ნელა. ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, მოკლედ, სულ ეს იყო, რის თქვაც მინდოდა, იმედია გამოგადგებათ ეს ინფორმაცია. დროებით.